მოგესალმებით, წამოსანახავად ჩვენი სამოგზაურო გადაცემა ახალ სეზონზეც რადიო იმედის ეთერში რაც ძალიან მახარებს და მიხარია ჩვენ მსმენელებთან შეხვედრა და ყველაზე მთავარი ის არის რომ ისევ და ისევ კვირაში ერთხელ ჩვენს დათქმულ დროს საუბრობთ მოგზაურობაზე. კვირაში ერთხელ რა თქმა უნდა მოისმენთ ჩვენს გადაცემას და ვფიქრობდით თუ რა შეიძლებოდა გამხსნელი თემა ყოფილიყო. პირველი სამოგზაურო გზამკვლევი ასე ვთქვათ, საით შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და გადავწყვეტეთ რომ პირველ გადაცემაში ჩემი პირადი მოგზაურობიდან გამომდინარე გაგიზიაროთ ძალიან საინტერესო რჩევები პერუში მოგზაურობა თუ გაინტერესებთ. ვინაიდან პერუ მართლა განსაკუთრებული ქვეყანა არის, ნამდვილად ძალიან საინტერესო ადგილია სამოგზაუროდ და სამხრეთ ამერიკაში მას მარგალიტსაც კი ეძახიან, სამხრეთ ამერიკის მარგალიტს ასე ვთქვათ. ვფიქრობ საინტერესო იქნება კონკრეტული რეკომენდაციების და სანახაობების ჩამოთვლა, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ დაგეგმავთ ასე შორს, მაგრამ ასე საინტერესო ადგილას, პერუში მოგზაურობას. პირველი რჩევა, რომელსაც გეტყვით და რაც მონიშნული მაქვს ამ შორეულ და ეგზოტიკურ მხარეში, ეს არის ის, რომ შეგიძლიათ ერთი მოგზაურობით ყველა კლიმატი და ყველა ამინდი და სეზონი მოიცვათ, ასე ვთქვათ. ზოგადად კლიმატი, რაც პლანეტა დედამიწაზე გვაქვს, ეს კლიმატი იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად, რომელიც არის კლიმატური ზონები. მაგალითად არის ტროპიკული, მშრალი, ზომიერი, კონტინენტური კლიმატი და ასევე პოლარული კლიმატი. რაც შეეხება პერუს, თუ ვამბობთ რომ არის 5 ზონა, აი ამ 5-დან 4-ვე კლიმატი შეგიძლიათ პერუს ტერიტორიაზე სხვადასხვა მხარეში აღმოაჩინოთ, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ძალიან საინტერესო განლაგება აქვს, მას აქვს უდიდესი და უგრძესი სანაპირო წყნარი ოკეანის მხრიდან შესაბამისად ნესტიც არის აღნიშნული და ასევე არის ოკეანისთვის დამახასიათებელი ჰავა, ასევე ძალიან ახლოს არის უდაბნო, მთლიანად გაუდაბნოებული ტერიტორია და ჩემთვის პირადად როდესაც პერუში ჩავედი და აღმოვაჩინე რომ ლიმა დედაქალაქი არის ქვიშაზე გაშენებული ქალაქი, ეს ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის. ასევე აქვს საოცარი მთათა სისტემა, რომელიც შემდეგ უკვე ჩილესკენ გადადის, მას ანდებს ეძახიან, ასე მოიხსენიებენ. აქვს ტროპიკული ტყეების ზოლი, რომელიც თავის ნესტიან და ტროპიკულ კლიმატს ქმნის და მოკლედ აი ყველანაირი მოგზაურობა, ვისაც გაინტერესებთ, ყველა ტიპის ამინდში მოხვედრა, ასე ვთქვათ. ყველაფერი შეგიძლიათ დაგეგმოთ პერუში. ერთი მთავარი განსხვავება ჩვენ ზოლსა და პერუს ზოლს შორის ის არის, რომ ამ წუთას სამხრეთ ამერიკაში არის ზამთარი და თუ ზაფხულში გადაწყვეტ პერუში წასვლას იცოდეთ რომ ზამთარში მიდიხართ და პირიქით დეკემბერში იქ დაიწყება უკვე ზაფხული, როდესაც ჩვენთან ძალიან აცივდება, მაგრამ ამის მიუხედავად ეს არ არის ისეთი ზამთარი, როგორც მაგალითად თუნდაც საქართველოს მთიანეთში გვინახავს, ეს არ არის ისეთი აუტანელი სიცივე და მოგზაურობისთვის შესაბამისი და ესეთი არის კომფორტული გარემო არის და შეგიძლიათ ძალიან გემრიელად მოირგოთ. ასე რომ პერუში მოგზაურობა გარდა კლიმატებისა სეზონში მოგზაურობასაც ნიშნავს. ასევე ეს არის ისტორიულად ძალიან საინტერესო მხარე, ისტორიაშიც და ამბობენ რომ ცივილიზაციებში მოგზაურობასაც უკავშირდება, იმიტომ რომ ალბათ გეცოდინებათ ძალიან ცნობილი ნაწილი პერუს სანაპირო ზოლისა, რომელიც აი როგორც გითხარით უდაბნოზე არის გაშენებული, აი ეს უდაბნოს ფერდობები არის ცნობილი დასახელებით ნასკას ხაზები. ნასკას ხაზები არის დღემდე ბოლომდე გაუშიფრავი და ამოუცნობი მოხაზულობის არსებობა უდაბნოს ფერდობებზე. ვინ ან რა მოახერხა ამ ხაზების ჩამოყალიბება, ხაზები რომლებიც ძალიან გავს ხან სხვადასხვა მცენარეს თუ ხან სხვადასხვა ცხოველს, ამაზე ისტორიკოსები დღემდე მსჯელობენ. ოფიციალურ მონაცემებს თუ ნახავთ და ვიკიპედიაში ან გუგლში დაძებნით მაგალითად ნასკას ხაზების ისტორიას, იქ წერია რომ ეს არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე 500 წლით ადრე გაკეთებული, მაგრამ აქ საინტერესო არის ის, რომ ნაწილი მეცნიერებისა უშვებს შეკითხვებს იმის შესახებ, რომ ხომ არ არსებობდა სხვა ცივილიზაცია, რომელმაც ეს ხაზები შექმნა, იმიტომ რომ მისი გიგანტური ფორმები და ადამიანისთვის შესაძლებლობა, რასაც ამ ფერდობზე ვხედავთ და სხვათა შორის აქ ფონზე გადის კადრები ჩემს ფონზე და დაინახავთ რაღაც მომენტში აუცილებლად ნასკას ხაზებს და აი ეს ყველაფერი მართლა დღემდე ამოუცნობი და ძალიან მისტიურია. ამიტომ ისტორიაში მოგზაურობა პერუს ნამდვილად ახასიათებს და მაჩუ-პიქჩუს ამბავსაც ცოტა ხანში აუცილებლად მოგიყვებით. ასევე პერუ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის გემოებისა და არომატების ქვეყანა. მე არ ვიცი, რატომ არ არის ისეთი ცნობილი
ჩვენს მხარეში პერუს კულინარია, როგორც მაგალითად ვამბობთ, რომ იტალიური სამზარეულო საუკეთესო სამზარეულოა, ქართულს თუნდაც რას ვერჩით, ან ფრანგული სამზარეულო და სხვადასხვა, ხო? შეიძლება ეს უბრალოდ დისტანციის გამოა, მაგრამ მე გეტყვით, რომ როდესაც ატლანტიკის ოკეანის გადალახავთ და იქით კონტინენტზე მოხვდებით, ყველა დაასახელებს, რომ პერუს სამზარეულო ეს არის საუკეთესო რამ. თუ ბავშვობაში წვნიანები გაქვთ გადაქცეული და არ გიყვართ და ფიქრობთ, რომ წვნიანი ყველაზე საძულველი საჭმელია, როგორც ბავშვები ამბობენ ხოლმე, მე პირადად ვინანე ყოველი ასეთი სიტყვა პერუში რომ ჩავედი, იმიტომ რომ ვითვლიდი დღიდან დღემდე ახალ-ახალ ადგილის ნახვას და ვნიშნავდი სხვადასხვა კაფეებს, სადაც სხვადასხვა წვნიანს გავსინჯავდი, ისეთ საჭმელს ამზადებენ. იმიტომ რომ ეს მხარე და განსაკუთრებით ქალაქი კუსკო, რომელიც ლიმადან საკმაოდ მოშორებით არის, გადაფრენა გჭირდებათ ლიმადან კუსკოში და ეს არის უკვე მაღლა მზის უკაცრავად ზღვის დონიდან 3999 მეტრზე, თითქმის 4000-ზე. აი ეს მხარე ძალიან ცნობილი არის სხვადასხვა კულტურების მოყვანით. სიმინდი, პარკოსნები, ლობიო მაგალითად, კინოას სამშობლოც არის პერუ. აი ეს ყველაფერი ძალიან მაღალი ხარისხის მეურნეობა აქვთ მათ. მთელი ტერიტორიები და სივრცეები არის, სადაც მოიყვანენ ამ სხვადასხვა პარკოსნებს და მათი დახმარებით ვეგეტარიანული წვნიანები ხდება კიდევ უფრო გემრიელი და თან თუ ესეთ ზღვის დონიდან ესეთ მაღალ სიმაღლეზე მოგზაურობთ და გჭირდებათ ენერგია, ამის გამომუშავებისთვის ძალიან გემრიელი გახლავთ თითოეული საკვები, განსაკუთრებით წვნიანი, რასაც გასინჯავთ პერუში. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის, რომ აი ამავე რეგიონში ასეთ სიმაღლეზე დაახლოებით ზღვის დონიდან 3000 მეტრზე თქვენ აღმოაჩენთ მარილის ბუნებრივ საბადოებს. პირველ რიგში ეს არის დასტური იმისა, რომ ოდესღაც მართლაც მთელი დედამიწა დაფარული იყო ოკეანით, ამ სიმაღლეზეც კი იყო ამოსული ოკეანე და როდესაც ოკეანის დონე ნელ-ნელა დაიკლო და მთები ამოიზიდა, დღემდე წარმოიდგინეთ, დღემდე მთიდან გამოედინება ბუნებრივი, ნატურალური და მინერალებით სავსე მარილი, ესეთი ავზები არის, როგორც აუზები, ძალიან საოცარი სანახაობა მარილის ბუნებრივი საბადო, საიდანაც მოიპოვებენ მარილს, რომელიც არის ძალიან ნოყიერი და სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასე რომ პერუში მოგზაურობა კვების ხაზით და ჯანმრთელობის კუთხით ძალიან საინტერესო თავგადასავალია. ბაიესტას კუნძულები უნდა ვახსენოთ აუცილებლად, რომელიც არის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა პერუში. ლიმაში თუ გადაწყვეტ ყოფნას, აუცილებლად უნდა აიღოთ ტური, რომელიც წაგიყვანთ ბაიესტას კუნძულებზე. ეს არის პარაკასის რეგიონი, ეს არის კუნძულები, რომელიც არის წყნარ ოკეანეში და რომელსაც აქვს მუდმივად ერთიანად ცივი ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იქნება პერუში თუ ზაფხული, კუნძულები ინახავს იმდენად ცივ ტემპერატურას, რომ იქ სახლობენ და ბინადრობენ პინგვინები და ზღვის ლომები. ასე რომ თუ ბუნების სანახაობები გაინტერესებთ და თუ გინდათ რომ აი ამ ტიპის არსებები პირადად გაიცნოთ, შეგიძლიათ ბაიესტას კუნძულებს ეწვიოთ და ხელი მაინც დაუქნიოთ ტურისტული ნავიდან. ისინი ამ კუნძულების ესეთ კლდოვან ნაპირებზე ბინადრობენ. მე პირადად როდესაც გავედი ოკეანეში მათ სანახავად, ზღვის ლომები ძალიან ზარმაცად იყვნენ წამოწოლილები და მათ ეძინათ და ჩვენმა ხმაურმა შეძახილებმა ყველა ცდილობდა რომ ან სელფი გადაიღო მის ფონზე, იქ ნავს თავისი ძრავით ხმა ჰქონდა და ამ ყველაფერმა ცოტა შეაღვიძა და შეაწუხა ზარმაცი ზღვის ლომი, მაგრამ სამაგეროდ სანახაობად ნამდვილად ღირს და შემიძლია გაგიზიაროთ ეს თავგადასავალი. და ასევე ამ კუნძულებიდან ძალიან ახლოს, აი რატო ვამბობ რომ კონტრასტული და საინტერესოა პერუ, ვარ კუნძულებზე, სადაც ზღვის ლომები და პინგვინები სახლობენ და 2 საათში ვართ უდაბნოში, რომელსაც აქვს ბუნებრივი ოაზისი. პერუში მოგზაურობა სხვადასხვა სანახაობებთან ერთად ჩემთვის დარჩება იმითაც ღირსშესანიშნავი, რომ ცხოვრებაში პირველად ბუნებრივი ოაზისი ვნახე. ეს არის სრული წრიული უდაბნო, რომელსაც ცენტრში აქვს ბუნებრივი ტბა და ტბასთან არსებული პალმები, ასე ვთქვათ. ადამიანებს უყვართ ლეგენდები, ხომ იცით და ამ ოაზისის არსებობას მოაბეს შემდეგ ლეგენდა, რომ როგორც ცხოვრობდა უდაბნოში მიტოვებული პრინცესა, რომელსაც შეუყვარდა ინკების მებრძოლი
და ელოდებოდა ყოველდღე როგორ ტიროდა და ამ ტირილით და ცრემლებით როგორ წვეთ შეგროვდა მისი ცრემლი და ამ ყველაფერმა წარმოქმნა ტბა. ეს ზღაპარია და ზღაპარი იქით იყოს, მაგრამ ზღაპრულია ნამდვილად ის სანახაობა, რასაც ამ უდაბნოში ნახავთ და დასახელებით თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ Google-შიც დაძებნოთ მისი ფოტოები, უაკაჩინოს უდაბნო, ესეთი არის მისი სახელი. ასე რომ ლიმაში თუ დაბინავდებით, ერთი ტურის დაჯავშნა არის საჭირო, რომელიც მოიცავს როგორც ბაიესტას კუნძულებს, ასევე მზის ჩასვლის სანახაობას უაკაჩინას უდაბნოში. ახლა მინდა ისევ დაუბრუნდეთ კუსკოს ეს რა არის ხო ამ სანახაობამდე ბოლოს მივალ ეს ფინალური და ყველაზე გემრიელი ლუკმა ასე ვთქვათ კუსკოს რომელიც როგორც გითხარით არის 3999 მეტრზე 3000 ბოდიში 3399 მეტრზე და ეს არის ქალაქი რომელიც ძალიან ნათლად გვიჩვენებს ინკების ცხოვრებას ინკები ხალხი რომელიც არის პერუს ყველაზე აბორიგენი მოსახლეობა ასე ვთქვათ შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში კონკისტადორი ესპანელების წყალობით შეერივა ესპანური რასაც მაგრამ აი კონკრეტულად ამ რეგიონში რომელიც საკმაოდ მაღლაა და ძალიან გვიან მიაღწიეს ესპანელებმა ამ სიმაღლის რეგიონამდე ამ რეგიონში ძირითადად ცხოვრობენ ინკები თავიანთთვის ძალიან გამოხატული კულტურული ღირსშესანიშნაობებით ეს კულტურა იგრძნობა მათ ჩაცმულობაში მათ ვიზუალურ ნაწილში, ცხოვრების წესში, ბავშვის აღზრდაში, კულინარიაში, როგორც გითხარით, პატარ-პატარა სახლების აშენებაში, რომელსაც ძალიან წვრილი საფეხმავლო ქუჩები აქვს, აი ყველანაირად კულტურა შეგიძლიათ აითვისოთ ამ ნაწილში, იმიტომ რომ ლიმა და დედაქალაქი გაცილებით თანამედროვე და უფრო მეტად კოლონიალისტურია მისი ცენტრალური და ისტორიული ნაწილი, ზოგადად სამხრეთ ამერიკის და ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე, სადაც მოხვდებით ძველ ცენტრში, რომელიც ძალიან ჰგავს ევროპას და ყველაზე მეტად ესპანეთს ამ ნაწილებს კოლონიალისტურს ეძახიან ესპანურად ასე ამბობენ muy colonial ანუ ძალიან კოლონიალისტური და ეს ყველაფერი რჩება ლიმაში და აი ნამდვილი ინკების ნამდვილი ცხოვრება თუ გაინტერესებთ მათივე ენით და ენას ქვია კეჩუა ეს საინტერესოა კეჩუა ვიცით ალბათ ერთ-ერთი ბრენდია ძალიან ცნობილი სპორტული ბრენდი და სავარაუდოდ აქედან არის აღებული ეს სიტყვა კეჩუა ქვია ინკების ენას თავიანთ ენაზე საუბრით და ამ კულტურით შეგიძლიათ მთლიანად შეიმეცნოთ მათი ცხოვრება კუსკოში და თავად საინტერესო არის ის რომ ეს კუსკო არის ცენტრალური ქალაქი სადაც შეგიძლიათ დაბინავდეთ და ყოველდღიურად ირგვლივ ამ რეგიონში დაჯავშნოთ ან მონიშნოთ თქვენთვის საინტერესო ტური რომელიც დაგეხმარებათ ამ ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო კარგად გაცნობაში და რა თქმა უნდა რაც თავარია ინკების ისტორიის გაცნობაში იმიტომ რომ ინკები გახდნენ მზის თაყვანისმცემელი ადამიანები დღემდე პერუში ფულის დასახელება უკავშირდება სიტყვა მზეს, მზე არის სოლ, მოგეხსენებათ ესპანურ ენაზე და სოლეს, ასე ქვია პერუს ფულს, არის მზის სასახლეები აგებული, არის უზარმაზარი ტერიტორიები, რომელსაც დღემდე ვერ უყვეს ახსნა, ეს არის სივრცეების სწორედ იმ კულტურების დასათესად და პარკოსნების, რაზეც ვისაუბრეთ თუ შესაძლოა ეს წრიული სივრცეები ოდესღაც იყო, თქვა ამფითეატრის მსგავსი სივრცე, სადაც წარმოდგენები იმართებოდა, ძალიან ბევრი რამ დღემდე კიდევ ამოუხსნელია კუსკოს რეგიონში და მუდმივად გრძელდება არქეოლოგების მუშაობა. ასე რომ კუსკოში დაბინავრება კარგი არის იმითაც რომ კულტურას აითვისებთ და კარგი არის იმითაც რომ ადაპტაციას მოახდენთ ასეთ სიმაღლეზე როგორც გითხარით 3399-ზე. იმიტომ რომ თუ ჩანაფიქრში გაქვთ ულამაზესი ცისარტყელას მთის ნახვა, რომელიც კადრებში ბევრჯერ გამოჩნდა და ალბათ კიდევ გამოჩნდება, აი ეს მთა უკვე არის 5036 მეტრზე, საკმაოდ მაღლა ზღვის დონიდან, სადაც უკვე ჭირს სუნთქვაც, ასევე თავის ტკივილსაც იწვევს ამ სიმაღლეზე ასვლა ძალიან რთულია ფიზიკურად, ძლიერად ყოფნა და ფორმის შენარჩუნება რომ მთაზე ავიდეთ და აი ამ ყველაფრისთვის ამ რეგიონში რამდენიმე დღით ცხოვრება არის ძალიან კარგი და შესაძფერისი რომ ორგანიზმმა ადაპტაცია განიცადოს ასეთ სიმაღლეზე. რაც შეეხება თავად ამ მთას 5036-ზე უკვე მცენარეები აღარ ხარობენ. ეს არის მთლიანად ალპური სივრცე, სადაც ნიადაგს აქვს სხვადასხვა მინერალების შემცველობა და სწორედ ეს მინერალები ზოლებად წარმოქმნის საოცარ სანახაობას. მე მახსენდება ჩვენთან საქართველოში არსებული ფერადი მთები, რომელიც გარდაბნის რეგიონშია და რომელიც
ძალიან ისეთი ცნობილი ტურისტული სანახაობაა და ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ინტერნეტში ყალბ ინფორმაციასაც გადავაწყდებით და მეტი მოზიდისთვის და ხალხის მეტი ინტერესისთვის ადამიანები სწორედ პერუს მთის ფოტოებს დებენ, ვითომ ეს არის საქართველო. ეს ნამდვილად გადაჭარბებული ნათქვამია. კი, საქართველოში გვაქვს ერთი ნაწილი ამ მთის, რომელსაც დაჰყვება მართლაც ზოლები და თუ მზიან ამინჩი ჩახვალთ ამ ყველაფერს ნახავთ თქვენი თვალით, მაგრამ ის რაც არის პერუში, 7 ფერის მთა, აი ესე ქვია ესპანურ ენაზე და ცისარტყელას ფერად მთასაც ეძახიან. ის არის სრულიად სხვა მასშტაბი, ეს არის მართლა წარმოუდგენელი სიმეტრიით შექმნილი ბუნებრივი ძეგლი, რომელიც არის დაცული ტერიტორია პერუსთვის, იქ ფეხის დადგმა არ შეიძლება, რომ ნიადაგი არ ჩამოიშალოს და ეს სანახაობა არ გაფუჭდეს და არ დაიშალოს და მოკლედ ამ ყველაფრის სანახავად ნამდვილად ღირს 5000 მეტრზე ასვლა. ტურები არის კუსკოდან პირდაპირ დაჯავშნილი, არის ორი სახეობის ტური, ერთი არის მხოლოდ სამანქანო და შემდეგ გარკვეული მონაკვეთი რჩება ფეხით სასიარულოდ, რომელიც ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 1 საათი იყოს სასიარულო და 1 საათი თითქოს არაფერია ფეხით სიარულისთვის, მაგრამ იმ სიმაღლეზე და იმ ფიზიკური დატვირთვის დროს ძალიან რთულია ნამდვილად 1 საათი სიარული და მეორე ტური გთავაზობთ ნაწილობრივ ტრანსპორტით ამ მანძილის დაფარვას და შემდეგ უკვე მიახლოებას მთასთან კვადროციკლით. მე პირადად ეს ტური ავირჩიე, კვადროციკლით მიყვანა გიდმა, რომელსაც ამ ტურის დაორგანიზება ჰქონდა ჩაბარებული და მაქსიმალურად ახლოს მიმიყვანა მთასთან დაახლოებით 15 წუთი იყო ასავლელი, რომელიც გამიჭირდა. აი ეს არის საინტერესო. იმდენად რთულია იქ გადაადგილება, რომ 15 წუთით პატარა ფერდობზე ასვლაც კი ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე წინ ვხედავდი იმ სანახაობას, რისკენაც მივილტოდი და მაქსიმალურად გამოვძებნე ენერგია ჩემს თავში და მოვახერხე და ეს ყველაფერი ნახე და ასე რომ თქვენც გირჩევთ და გიზიარებთ ამ სანახაობას. თუ დაინტერესდებით ფოტოს ნახვით და აქაც კადრებშიც შეამჩნევთ ალბათ ჩვენს სკოლაში, აი გამოჩნდა. ნახეთ, ეს არის უკვე ის ადგილი, სადაც კვადროციკლები ჩერდება და აქედან უკვე წინ ჩანს ეს მთის ერთი ფერდობი და იქით წითელი ველი, რომელსაც ეძახიან და აი სულ ეს ერთი მონაკვეთი რჩება ასავლელი. გეუბნებით ერთი მონაკვეთი, რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ წინ უკვე ამას ვხედავთ და ნამდვილად ღირს ამ ყველაფრის ნახვა, აქაც ჩანს და თუ დაგჭირდებათ მისი ფოტოები მოიძიოთ, Google-ში ჩაწერეთ პერუ ცისარტყელას მთა, ან მთა 7 ფერით და აი ეს საოცარი სანახაობა გადაიშლება. ზოგადად გზაშიც რომ მივდივართ ამ მთის სანახავად, მთლიანად ეს ტერიტორია არის სავსე სხვადასხვა ფერის მინერალებით და ყოველ ახალ გახედვაზე არის ახალი ფერწერული ტილო თითქოს. ეს მე ვარ ბედნიერი და აღფრთოვანებული რომ აქ ავედი, მაგრამ სინამდვილეში ფეხსაც ვეღარ ვდგავარ, აი ნახეთ, არ შემიძლია, რომ გული ამოვარდნაძე სუნთქვა მიჭერს ყველაფერი, მაგრამ როგორც ხედავთ. კიდევ ერთი და უმთავრესი სანახაობა, რომელიც ალბათ მსოფლიოსთვის ყველაზე ცნობილი სიტყვა არის, ეს არის ორი სიტყვა უბრალოდ მაჩუ პიქჩუ. პერუს ვინც ახსენებს პირველი ასოციაცია, რაც მოდის, ეს არის დასახელება მაჩუ პიქჩუ. სხვათა შორის ეს ორი სიტყვა ინკების ენაზე, როგორც გითხარით, კეჩუას ენაზე, ვთარგმნოთ ახლა რას ნიშნავს? ნიშნავს ძველ მთას. მაჩუ არის ძველი, ხოლო პიქჩუ არის მთა. ეს არის მსოფლიოს 7 საოცრების წევრი, მოგეხსენებათ, მსოფლიოს 7 საოცრება არის ორად დაყოფილი ძველი და ახალი და აი ახალ ნაწილში, ახალ სიაში მაჩუ პიქჩუ არის მისი წევრი. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ინტერესი არის ტურისტებისა მაჩუ პიქჩუს მიმართ, ყოველწლიურად 1,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს ამ მხარეს. მე გეტყვით, რომ 2001 წელს დაიწყო ახალი 7 საოცრების შედგენა, ეს იყო ძალიან გლობალური საყოველთაო გამოკითხვა, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდა და თანამედროვე 7 საოცრებაზე წარადგინეს 200 ქმნილება თავიდან. და შემდეგ უკვე 2007 წელს, ანუ 6 წლიანი მუშაობის შედეგად, ამ 200-დან შეირჩა 7 მათგანი, ჩამოთვალოთ რომის კოლიზეუმი, ინდოეთის ტაჯ-მაჰალი, იორდანიაში პეტრას ტაძარი, ჩინეთის დიდი კედელი, ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში, ჩიჩენ-იცას პირამიდა, მექსიკაში, რომელიც არის იუკატანის ნახევარკუნძულზე, სადაც მაიას ტომები ცხოვრობენ და მაჩუ პიქჩუ, რაზეც ვსაუბრობთ. მე პირადად, ჩემი პირადი გემოვნები და რეიტინგით შემიძლია გაგიზიაროთ ესეთი რამ, რომ აი ამ 7
დასახელებიდან 3 არის სამხრეთ და ლათინური ამერიკის მხარეში, ხო? ეს არის რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება, ჩიჩენიცა მექსიკაში და მაჩუ-პიქჩუ პერუში. ეს 3-ვე მე უკვე მადლობა ღმერთს რომ ნანახი მაქვს, ძალიან მიხმახარებს ეს ყველაფერი და მინდა გითხრათ რომ ამ 3-ვეში პირველ ადგილზე დავაყენებდი მაჩუ-პიქჩუს, ისეთი მასშტაბური და გრანდიოზული სანახაობა. აი თუ არჩევანი არის ამ 3-დან რომელიმე ერთის ნახვა, ჩემი რეკომენდაციით ეს იქნებოდა მაჩუ-პიქჩუ. სხვათა შორის საინტერესო ის არის, რომ როდესაც გადავხედე იმ სიას, ვინ იყო ერთმანეთის კონკურენტი, რა უნდა დაესახელებინათ საბოლოო შვიდეულში, ძალიან დიდი კონკურენცია აღმოჩნდა. მაგალითად, სიაში წარდგენილი იყო აკროპოლისი საბერძნეთიდან, აია სოფია სტამბოლიდან, ალამბრას სასახლე ესპანეთში გრანადიდან, თავისუფლების ქანდაკება ამერიკიდან, ეიფელის კოშკი პარიზიდან, სიდნეის ოპერის თეატრი ავსტრალიიდან და ასე შემდეგ. ძალიან დიდი კონკურენცია იყო და საბოლოოდ აი შვიდეული დასახელდა, რომელშიც არის მაჩუ-პიქჩუ. კუსკოდან შეგიძლიათ მაჩუ-პიქჩუში წახვიდეთ. ეს არის პერუს აქვს ძალიან კარგი და მოწესრიგებული სარკინიგზო ხაზი, პერუ რეილ, ესე ქვია, მაგრამ აი იმ ინტერესიდან გამომდინარე, რადგან მთელი მსოფლიო დაინტერესებულია მაჩუ-პიქჩუს ნახვით, თადარიგი უნდა დაიჭიროთ ძალიან ადრე. მინიმუმ 3 ან 4 თვით ადრე უნდა იყიდოთ ონლაინ ბილეთი, რომ მოახერხოთ და ეს საოცრება მართლაც მსოფლიო საოცრება ნახოთ. მე მგონი მოვიცავით ძირითადი სანახაობა პერუსი, ესეთი იყო ჩვენი გზამკვლევი ამ კვირისთვის. მომდევნო კვირიდან რა თქმა უნდა გაგრძელდება ჩვენი გადაცემა წამოს სანახავად და უკვე ახალი გზამკვლევით, ახალი სტუმრით და ახალი მარშრუტებით დაგებრუნდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.